დავიწყებ იმით, რომ წიგნების თარომ 2020 წელს, ანუ ფაქტობრივად ოპერირების 4 წლის თავზე დაიმსახურა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ჯილდო. ეს არის წლის მთავარი ჯილდო ლიტერატურულ საქმიანობას შეტანილი წვლილისთვის, წიგნის ქომაგი. და ეს იყო ერთგვარი შეჯამება და ერთგვარი ჩვენთვის სიგნალი მაჩვენებელი იმისა, რომ წიგნების თარო სწორად აკეთებს, რაც აკეთებს. და გარდა იმისა, რომ ჩვენი ამოცანა იყო ბავშვების აღმოჩენა, მკითხველი ბავშვების აღმოჩენა, ბუნებრივია იყო ზოგადად კითხვის წიგნის ლიტერატურის პოპულარიზაციაც და მგონია, რომ ეს მიზანი კარგად მიიღწევა ამ წლების განმავლობაში, იმიტომ რომ მე მისაუბრია გამომცემლებთან, რომლებიც მეუნებიან, რომ საკმაოდ გაიზარდა ახალგაზრდა შემწყიდველების ხვედრითი წილი მაღაზიის გაყიდვებში მაგალითად. ხო, ანუ ლიტერატურას ახალგაზრდები უფრო და უფრო მეტად ყიდულობენ. ამავდროულად წიგნების თაროში უამრავი წიგნი მიმოვიხილეთ უკვე და ეს ერთგვარი როგორ თქვა, პატარა რეკლამაც არის ხოლმე ალბათ მაყურებლებისთვის, რომ დაინტერესდნენ ამა თუ იმ წიგნით, იმიტომ რომ კითხვა თავის მხრივ მინი რევიუც არის. სინამდვილეში ამ წიგნებისა თუ ავტორების და ამიტომ კარგი საშუალებაა რომ გაეცნონ ახალ წიგნებს. ამიტომ მე მგონია რომ აი ეს თამაშის პრინციპი რომელიც წიგნების თაროს ძრავია, ხო? საბოლოო ჯამში უკეთ უწევს ლიტერატურას პოპულარიზაციას, ვიდრე ეს იქნებოდა მაგალითად საუბარი დისკუსია თუ რაღაცა ღრმა განხილვა. ეს არ არის ჩვენი პრეტენზია, რომ ლიტერატურაცოდნეობის დონეზე განვიხილოთ. ჩვენი პრეტენზია და სურვილი არის, რომ უბრალოდ რაღაცა სიგნალები მივაწოდოთ მაყურებელს და мотиваცია მივცეთ იმისთვის, რომ იკითხო.